მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, დღეს ვილაპარაკოთ სიყვარულზე. მთხოვენ ხშირად რომ გავაკეთო ახალ პარტნიორზე, მაგრამ მოდით იცით რა გავაკეთოთ. ჩვენ უბრალოდ ვნახოთ საერთოდ თქვენ რა ენერგიაში ხართ, რამდენად თქვენ თვითონ მზად ხართ ურთიერთობისთვის, ხო? ვნახოთ რა შეიძლება შემოვიდეს ამ თქვენ ენერგიაზე, რა ურთიერთობა შეიძლება ეს ვინც ყავთ უკვე პარტნიორი შეიძლება ახალი ვნახოთ, იმიტომ რომ ეს არის საჯარო გაშლა, ამიტომ გადავწყვიტე რომ ესე ვნახოთ, და მივხვდებით ჩვენ გაშლიდან, ეხლა უკვე აქ მზად ხართ თუ არა ხართ საერთოდ, ან თუ დაუშვათ თუნდაც კონფლიქტები თუ არის ან რაღაცები, ეგაც არის, როცა ადამიანი რა თქმა უნდა შეიძლება შინაგანად არ არის მზად. ეხლა გავაკეთებ მანარაზე, ვეცდები რომ მაქსიმალურად მანარა ახლა აქ ცოტა ის ხო იცით თქვენ უკვე ალბათ ნახატები, ვინც ხო შეიძლება თქვენ თვითონ გინდათ მობრძანდეთ, ჩვენ ახლა ახალი კურსი იქნება, ჩემი მოსწავლეები მოდიან, ვინცაც უნდა პროფესიონალი გახდეს, თუ თქვენ ფსიქოლოგი ხართ, შეგიძლიათ მანარა გამოიყენოთ. ისწავლეთ, თუ ინფორმაცია გაინტერესებს, ვიდეოს ქვეშ არის. ვნახოთ ახლა ჩვენ პირველ რიგში თქვენი ენერგია, რა ენერგიაში ხართ თქვენ ახლა სიყვარულის ენერგიაში, რა ენერგიაში ხართ თქვენ ახლა ამჟამად. ვნახოთ ახლა, როგორი ურთიერთობა, ან როგორი პარტნიორი მოდის თქვენთან, ხო? ან შეიძლება არის. ვნახოთ ახლა რას გვეტყვის ჩვენ დარო მაგაზეც. ვნახოთ ახლა რისთვის ხართ მზად თქვენ სიყვარულში. აი ეს ვნახოთ ჩვენ. ვნახოთ ახლა რა გაკვეთილს გადეხართ თქვენ ამ თემაში. ესეც ვნახოთ ამ სიყვარულის თემაში, ხო? რა პოტენციალი გაქვთ თქვენ საერთოდ ურთიერთობაში და შედეგიც ვნახოთ, ხო? შედეგი, რა შედეგი იქნება, მე უკვე შეიძლება რჩევაცაც ავიღოთ. ჯერ ვნახოთ პირველ რიგში რა ენერგიაში ხართ თქვენ ამ სიყვარულში. აჰა, так, всё, მოიცადეთ, ახლა ის უნდა დავხურო, დავმალო, მოდით ასე ვიზავ. ესე იგი პირველ რიგში მე შემიძლია გითხრათ, რომ აქ არის ქალი, ადამიანი, მოდით ასე რომ ვთქვათ, რომელიც პრინციპში არის მზად სიყვარულის, თქვენ თვითონ ხართ თვით სიყვარული, იმიტომ რომ თასების დედოფალი ეს არის საერთოდ ადამიანი, რომელსაც შეუძლია სხვისი ტკივილის მიღება, ადამიანი, რომელსაც უყვარს სიყვარული წყურია. კი, შეიძლება აქ მანარაში ცოტა ისეთი არის აქ თასების დედოფალი, რომელმაც ახლა ბევრი რაღაცამ გამოიარა კიდევაც, მაგრამ აქ რა არის, იცით, ადამიანი არის გახსნილი ტიტველი, როცა არის საერთოდ ახლა, ესე იგი გახსნილი ვარ, მე ესე იგი მიმღები ვარ, ხო? კი, ვიცი რომ ბევრი ტკივილი შეიძლება მომიტანოს, მე თვითონ ახლა ურთიერთობა არა სიყვარული, მაგრამ სიყვარულისთვის მე ვარ მზად, პრინციპში სიყვარულის ენერგიებში ვიმყოფები მე. იმის მიუხედავად აქ ადამიანმა გული არ დახურა. როცა მართლა ბევრი რაღაცები გამოიარა და ბევრი რამე შეიძლება გადაიტანა. მაგრამ აი გული არა აქვს დახურული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვნახოთ ახლა რა ურთიერთობა ან რა პარტნიორი შეიძლება ან მოვიდეს, ან უკვე იყოს, ხო? აქაც ახლა აქ სხვათა შორის ნახეთ, ახლა მე ვკითხავ კიდევაც რა. მე-20 არკანი მანარაში რა არის როგორ? ან საჯარო გაშლა, ჩვენ ახლა კიდე მაინც დავამოწმოთ ცოტა რაღაცას, მაგრამ აქ როგორ არის, იცით, თქვენ თვითონ, მოდით ასე თქვენზე რო ვთქვათ, ბევრი რაღაცები გაიაზრეთ, ამიტომ აქ ურთიერთობები შემოდის სხვანაირად, იმიტომ რომ მე-20 არკანი ეს ყოველთვის როცა ან ძველი ურთიერთობა შეიძლება თქვა, თუ თქვენთვის ძველი აქტუალურია, ხო? და არა ხარ თქვენ ახლა ისე რო თქვა, იცით რომ არზე ხართ ახლა 5 წელი და არ ელოდებით, მაგაზე არ მაქვს ლაპარაკი. შეიძლება თქვა რაღაცა იყოს სიტუაციები, რომელმაც თქვენ მიგიყვანათ ცვლილებამდე რა, თქვენ შინაგან ცვლილებამდე და ამიტომ პარტნიორიც აქ მოდის სხვათა შორის, ახალი თუ არის, ეს არის იმენა მონათესავე სული ადამიანი, რომელიც თვითონაც აი სხვანაირი ან შეცვლილი, სხვანაირი. მოდით ახლა კიდე უფრო ვნახავ, ახლა ეს ძველი იქნება თუ ახალი, მაინც გითხოთ. აჰა. გოგოებო და ბიჭებო, აქ უმრავლესობას იქნება ის ადამიანი, რომელიც თქვენ
ვისაც შეიძლება იყო აქ ძალიან დიდი ტრანსფორმაცია. აი ზუსტად რომ და შეიძლება დიდი პაუზა გაქვთ ეხლა ამ ადამიანთან. ანუ აქ შემიძლია გით ნუ მაინც ვეტყვი ორ ვარიანტს, მაინც ვეტყვი, იმიტომ რომ ახლა ისეთი ინფორმაცია არის, რომ თუ დაუშვოთ თქვენ ცხოვრებაში, იყო ადამიანი, რომელიც თქვა თქვენ თვითონ შეიძლება შეგიძლიათ თქვათ, რომ ბევრი რამე შეცვალა ჩემში. ანუ სულ სხვანაირი გავხდი, გავიგე ჩემი ფასი. იმიტომ რომ იყო ძალიან ბევრი შეიძლება თქვათ, ეხლა თქვენ ურთიერთობას თქვა დაშორდეთ, შერიგდით, შეიძლება იყო ნუ ეს კარმული ურთიერთობა ყველა ვარიანტში, სადაც ადამიანი იზრდება, სადაც ადამიანი იცვლება. ხო? და ეს ადამიანი, რომელიც იყო თქვენ ცხოვრებაში დიდი ხანია. და იმიტომ რომ ეს არის, მაგრამ აქ მე ვერ ვეტყვი, რომ შეიძლება, ქმარი იყო თქვენი, რა ვიცი, ზოგისთვის შეიძლება იყოს, მაგრამ ძალიან ისე რა. მაგრამ ნახეთ ახლა, მაინც ყველა ვარიანტში აქ მოდის ადამიანი, რომელთანაც თქვენ გქონდათ, აი რაღაცა ურთიერთობა გქონდათ რა, რომელმაც ძალიან იმოქმედა თქვენს ცვლილებაზე, ძალიან. კიდე შეიძლება მოვიდეს კიდე ესეთი ვარიანტი, ადამიანი აქ ძალიან პატარა პროცენტთან შეიძლება მოვიდეს ადამიანი, რომელიც თქვენ დიდი ხანია არ გინახეთ, შეიძლება უნდა ყოფილიყავით მისი ცოლი, მაგრამ რაღაცა არ მოხდა, ხო? და დიდი ხანია ეს ადამიანი არ გინახიათ, მაგრამ ის ადამიანი მოდის უკვე შეცვლილია. შეიძლება ზოგთან მართლა შეიძლება თუ გაშორებულები იყავით, ადამიანი მოდის დაუშვათ ახლა შეცვლილი, თვითონაც განიცადა მან ტრანსფორმაცია და თქვენზეც შეიცვალა მაგას აზრი და ბრუნდება უკვე თქვა, ეს შეიძლება იყოს მართლა, იმიტომ რომ იმპერატრიცა რო არის, იმიტომ მაგას ვამბობ რა, რომ შეიძლება იყოს ქმარიც, მაგრამ ძალიან პატარა პროცენტს რა. მაგრამ ის ადამიანიც, რომელიც მოდის, მაგანაც ყველანაირად თქვენზე შეცვალა როგორ თქვა, დამოკიდებულება არ არის სწორი სიტყვა. გააცნობიერა სხვა რაღაცა, თქვენში სულ სხვა რაღაცა უკვე დაინახა, გაიაზრა. აქ დიდი ხნის პაუზა იყო, გოგოება, აქ შეიძლება როგორი თემა იყო, აი 1 წელი ან 2 წელი შეიძლება ვიღაცასთან იყო სიტუაცია, რომ თქვენ სულ იყავით ტრანსფორმაციებში, დავშორდით, არ ველაპარაკებოდეთ რაღაცა პერიოდი, ისევ შევრიგდით, აი ასე შემდეგ, ანუ განიცადეთ ძალიან დიდ ტრანსფორმაციებს. შეიძლება უფრო მეტიც აქვს ვიღაცას კიდე აქ სიტუაციები რა. მაგრამ აი ეგეთი ადამიანი არის რა აქ. და კიდე პატარა პროცენტსაც იმასაც გეტყვით, შეიძლება აქ მოდის ისეთი ადამიანი, რომელსაც თქვენ უკვე თქვით, რომ ნამდვილად უკვე მე არც ველოდები, ნამდვილად მე გავიარე ტრანსფორმაციები, მაგრამ აი ესეთი ადამიანი, რომ ნამდვილად ეს ძალიან პატარა პროცენტს, რომ თვითონაც ეს ადამიანი იყო ტრანსფორმაციებზე, ქალებზე სულ სხვანაირი წარმოდგენა უკვე შექმნილი აქვს მაგას ახლა გონებაში, თვითონაც გაიარა რაღაცა სულიერი ტრანსფორმაციები და ახლა მიდის განახლებული, იმიტომ რომ მზად არის ურთიერთობისთვის. აი, ეგაც შეიძლება იყოს, იმიტომ რომ საჯარო გაშლა და ამიტომ ამდენ ვარიანტს გეუბნებით მე თქვენ. ნახოთ ახლა, ანუ თქვენ რისთვის ხართ მზად სიყვარულში, კიდე ეგეთი კითხვა გვაქვს ჩვენ ახლა აქ. რისთვის მზად ხართ? იმისთვის, რომ თქვენ ნამდვილად აი აქ არა ხართ თქვენ და აი ხო, რომ აი მზად ხართ იმისთვის, რომ მე აღარ მივიღებ ურთიერთობას დაუშვ აქ სამკუთხედები, ურთიერთობა მანძილზე, ურთიერთობა, სადაც თქვენზე არაკეთებენ არჩევანს. მიხვდეთ? აქ უფრო მაჩვენებენ, რომ მზად ვარ იმისთვის, რომ ნამდვილად უკვე არანაირად არ მჭირდება მე ესეთი ურთიერთობა, სადაც ანუ ჩემი თქვათ ისე ვიყო თქვათ იმაში რა ქვია, ანუ განახლებული რა, ახალი მინდა, ახალი განახლებული, სადაც მე მირჩევენ, სადაც მე ვარ უკვე ის ადამიანი, ვისაც კი ირჩევენ. კი, ნამდვილად, ანუ თქვენ აქ უკვე არჩევანიც გააკეთეთ, რომ თქვენი თავი დააფასეთ, თქვენ უკვე არავისდარ შემთხვევაში აქ არ მიიღებთ ადამიანს, რომელიც მოგიტანთ თქვენ ტკივილს რაღაცას. გაცრავად. კიდე ვნახოთ ჩვენ ახლა თქვენი მთავარი გაკვეთილი
რა არის? აი აქ მთავარი გაკვეთილი არის იმაში, რომ თქვენ ნამდვილად უკვე ну აქ არის როგორი მთავარი გაკვეთილი, თქვენ უკვე გაიარეთ რა, თქვენ უკვე მიხვდეთ თქვენი ფასი, თქვენ უკვე მიხვდეთ თქვენი მოდით ნახოთ კიდე მთავარი გაკვეთილი თქვენ რა გაიგეთ. ხო. თქვენ უკვე ნახეთ მთავარი გაკვეთილი თქვენ უკვე დაასრულეთ რაღაცა, ხო? და ნამდვილად გაიარეთ, თქვენ გაიგეთ უკვე თქვენი ფასი აი აქ და ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ აქ ხართ უკვე მზად იმისათვის, რომ დაიწყოთ ურთიერთობა, მაგრამ სხვანაირი, არა უკვე თქვათ, ну აქ даже ბევრი რაღაცას, ну აქ ხა ენერგიებზეც იმუშავეთ, თქვენ ენერგიებზე, რომ მე უკვე აი შეიძლება აგრესიაზე იმუშავეთ, დაუშვათ აგრესიაზე რა არის, ან თქვათ უცბად გადაწყვეტილებას რომ ვიღებ, ხო? ეხლა უკვე შეიცვალეთ თქვენ, უკვე თქვენ დაფიქრდეთ, რომ კი შემიძლია 15 პარტნიორი შევცვალო, მაგრამ ერთი და იგივე მოდის, ხო? მოდი აბა ვნახოთ, იქნება ამ ურთიერთობაში შემიძლია რამე გამოვასწრო, შეიძლება ეს იყოს, მაგრამ სხვებისთვის ახლა აქ ბევრი ვარიანტები გითხარით მე თქვენ, უკვე თქვენ ხართ მზად იმისთვის, რომ პირველ რიგში მე ჩემი თავი უნდა დავაფასო, ხო? სადაც მე ვიქნები კარგად, მე თუ კარგად ვიქნები, ესე იგი მე სხვებსაც შემიძლია, რომ თქვათ, ეხლა გავცე ეს სითბო და სიყვარული რა. ანუ, ну, აქ პრინციპში გაიარეთ კარგი საკმაოდ საინტერესო გაკვეთილი რა. და როგორი პოტენციალი შეიძლება გქონდეს ურთიერთობას რაც შემოდის. ну, აქ არის როგორი პოტენციალი, ნახეთ, ეხლა პრინციპში კიდე ეხლა საერთოდ მანარაში კოშკი იმას ნიშნავს, რომ აქ შეიძლება შემოვედეს უკვე ისეთი ურთიერთობა, სადაც პრინციპში გააზრებული, მოდით ასე რომ ვთქვათ, რომ აი კიდე მოიცადეთ კითხოთ ამ შემთხვევაში რას მეუბნებიან. ხო, აი მაგას მაჩვენებენ ზუსტად. ну, აქ ახლა ისე ისტორიას მაჩვენებენ, რომ როგორი პოტენციალი, ანუ ურთიერთობა, სადაც ნახეთ, არჩევანი, როგორც გითხარით მე თქვენ, იქნება უკვე თქვენ გამოდიხართ სიტუაციიდან, სადაც თქვენ არ გირჩევდნენ, გამოდიხართ თქვენ, ანუ მკაცრად მაგ, ნახეთ როგორი პოტენციალი, მე ვიცი უკვე, რომ ნამდვილად ურთიერთობა, მყარი ურთიერთობა, აი ასე მინდა რომ ვთქვათ, რომ აქ კოშკი მანარაში არ აჩვენებს ხშირ შემთხვევაში იმას, რომ ვთქვათ, ინგრევას. იმ შემთხვევაში აჩვენებს დაანგრევას, როცა მე უკვე არჩევანს ვაკეთებ იმის, რომ მე არ მივცემ უფლებას არავის, რომ არჩევანი მე არ ამირჩიონ, გაიგეთ? აი ეს რო არის, რომ თქვათ, აგერჩეს თუ არა? არა, არავითარ შემთხვევაში რა, არ მივცემ უფლებას, რომ ადამიანმა გული მატკინოს. არ მივცემ უფლებას, რომ მე ახლა სამკუთხედები და რაღაცები შეხვედრები. არ მივცემ უფლებას, რომ გული მატკინოს და დამაჯინოს აქ საფიქრებელში. არა, მე ვირჩევ, ან იქნება ოჯახი, ან ჯანსაღი ურთიერთობა და არა ის, სადაც ახლა მყარი გადაწყვეტილება გაქვთ თქვენ, მხოლოდ ხართ იმისთვის მზად, რომ თუ ურთიერთობაში კიდე გამეორდა ის, რომ თქვათ, ადამიანმა მე არ ამირჩია, ხო? აი და არჩევანები და ეგეთი თემები თუ წავიდა, არა. გულით მინდა ნამდვილად, რომ ჩემ ცხოვრებაში ის, რაც მე გულს მტკენდა, რაზეც მე მაფიქრებინებდა და ასე შემდეგ, ის არ უნდა იყოს ჩემ ცხოვრებაში. მხოლოდ სტაბილური ურთიერთობა და ну ნახოთ ახლა შედეგი რა იქნება თქვენთვის. ну პრინციპში კი ბატონო, აქ არის ეს მომენტი, როცა თქვენ აქ და ну აქ იგივე სულ მაგას მეუბნებიან რა, სულ მაგას მეუბნებიან, როცა აი აქ ადამიანი ასრულებს იმ სიტუაციას, გადაგყავთ თქვენ ახლა ეს ურთიერთობა ახალ ეტაპზე, აქ უბრალოდ რა არის, იცით, თქვენ იმდენი რამე გამოიარეთ, თქვენ აქ მიხვდეთ თქვენი ფასი, თქვენ უკვე იცით თქვენ რა გინდათ, ამიტომ თქვენ ნამდვილად შედეგიც არის ისეთი, რომ უკვე მე ვიცი ჩემი ფასი. მე ვიცე, მე რა მინდა. მე უკვე აქ ნამდვილად მინდა, რომ მქონდეს ურთიერთობა, რომელიც იქნება გადასული სხვა ეტაპზე, სხვანაირი კიდე. ну ხო, აქ უფრო იცით რას მიყვება ტარო, რომ აი ადამიანი, რომელიც არ დაუშვებს უკვე იმას, აი სულ არჩევანზეა ლაპარაკი. როცა თუ დაუშვათ ადამიანი შემოდის, ან შენ მე რამეს მთავაზობ, შენ მე ეგრევე მირჩევ, ან არ მჭირდება
კარგად იყავე რა. უკვე მე შენთან აქ თამაშიდე რო თქვა, ახლა ასე იქნება თუ ასე იქნება და მე ახლა სულ შენ გაგება და რაღაცა, არა, უკვე თქვენ უარს ამბობთ, თუ მე არ მერჩევენ, არა. დაფიქრდე კარგად. ან ერთად ვართ, ან მე მივდივარ ჩემს გზაზე რა. აი ეგ არის რა, აქ ესეთი ისე რა ქვია, კი? იმიტომ რომ რაც იყო, შეიძლება საუბარი შედგება თქვათ იმ ადამიანთან, შეიძლება მოგწერს ვიღაც, ანუ ვინც არ უნდა მოგწეროს, ვინც არ უნდა შემოვიდეს, ძველი ახალია თუ რაც არის, თქვენ უკვე სულ სხვანაირად იმოქმედეთ, თქვენ უკვე დაჯდებით, დაელაპარაკებთ და უკვე ადამიანს უკვე იმ მიმოწერაში აუხსნით რა გინდა. ახალიც იქნება თუ მithumet ის თუ ძველი დაბრუნდება სიტყვაზე. ხო მიხვდით? ყველა ვარიანტში თქვენ აქ უკვე თქვენს პოზიციას ადამიანს დაუსახებთ. იტყვით რომ არა, მე ნამდვილად უკვე აი ნახეთ მე-20 არკანი ისე, რომ მე ნამდვილად აქ შევიცვალე. მე ნამდვილად უკვე არ მინდა ისეთი ურთიერთობა, სადაც ახლა რაღაც არჩევანები და რაღაცები, იყო რა. არა, უკვე всё. всё. გამოდიხართ ამ ესეთი ურთიერთობიდან. არ გამოდიხართ. ლოდინი, აი ეს საუბარი არ არის, ეს არ მითხრა, ეს არ თქვა, არა. არავითარ შემთხვევაში. აქ უკვე დაჟე მაღალი ძალები თვითონ გეუბნებიან, რომ შენ უკვე დაამუშავე ეს ყველაფერი და ამიტომ მე თუ კი, всё უკვე აღარც მინდა გამოყვება ამ კარტების რა. მიყვებიან რა, თქვენი პირადი ძალა მაგრა დამოშ, თქვენ შეიცვალეთ, თქვენ აქ ძალიან შეიცვალეთ. всё ჩემო ლამაზებო, მზად კი ხართ? მე ძალიან მიხარია რომ მზად ხართ. მე მადლობას გეტყვით რომ ჩემთან რო იყავით, ძალიან ბედნიერი ვარ რომ მყავხართ და გისურვებთ როგორც ყოველთვის სიხარულს, ბედნიერებას და ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ კარგს.